თქვენი მეუღლე სად არის დასაქმებული? ტელეპიროში. დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის მეუღლე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მუშაობს. ლელა ციკლაური იმ საჯარო მოხელეებს შორისაა, ვისაც ითვლება, რომ მაღალი ანაზღაურება აქვს. წელიწადში მისი ხელფასი თითქმის 88,000 ლარია, რაც თვეში 7,000 ლარს აღემატება. მარეგულირებელში როგორ მოხდა? ხო მიცით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურია დღეს საქართველოში. უცაუბრობთ ხა საერთოდ. კომისიის წევრია. ნებისმიერ კითხვაზე არ რა გასაგებია. თანამდებობაზეა დასაქმებული? არ შეგიძლიათ რომ გასაგებია? ეხლა ჩამოგართვათ ლიცენზია თუ რა ქვია მაგას? ვინ შემოგიშვათ საერთოდ აქ? თქვენ ვინ შემოგიშვათ აქ საერთოდ? კითხვის დასმა პრობლემაა, ბატონო. იმიტომ რომ დეზინფორმაციის რა, წყაროა. თქვენს დეკლარაციაში წერია. ნებისმიერ საკითხზე მე თქვენს დეკლარაციაში წერია. თქვენს დეკლარაციაში წერია. ნებისმიერ საკითხზე გეუბნებით თქვენ, აი რა კარგი ამინდი რო იყოს, მაინც იტყვით ცუდი ამინდია. რუბლიანია. აი ცუდი ამინდია ამას. კარგი, მოკეთეთ, ეს არის სულ რაც გინდოდათ გეთქვათ, სხვას არაფერს არ გვეტყვით, ხო? 1-2-3. ისე თქვენი ყავით რეკომენდატორი. საერთოდ ვერ გხედავთ ეხლა თქვენ აქ მე. ხალხის ძალის ლიდერი, მხოლოდ სახელისუფლებო მედიას ხედავს და საუბარსაც სასურველ მედიასთან აგრძელებს. რაც მაჭარაშვილმა კამერის წინ არ თქვა, ჩაწერა ოფიციალურ დეკლარაციაში. მისი მეუღლე 2003 წელს გახდა სემეკის თანამშრომელი. დეკლარაციაში მითითებულია პოზიციაც. ციკლაური მთავარი ექსპერტია. მანამდე დეპუტატის ცოლი ავერსის აფთიაქში აუდიტორად მუშაობდა. 2023 წლამდე აფთიაქში მუშაობდა თქვენი მეუღლე. აი ამ მაღალანაზღაურებად სამსახურში ვინ დაასაქმა მითხარით? საერთოდ რომ მკითხო რა ამინდიაო, იმასაც არ გეტყვი. გურამ მაჭარაშვილი არ არის ერთადერთი, ვისაც ოჯახის წევრის სამსახურზე საუბარი ეუხერხულება. ის წლების განმავლობაში არსად არ მუშაობდა, როგორ აღმოჩნდა ექსპერტიზის ბიუროში. კაცი, რომელიც ახლა პარლამენტის დერეფანში ჩვენგან თავის დაღწევას ცდილობს, სულხან თამაზაშვილი. შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეც სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული. თამარ ნარიმანიძე სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს. ეს სწორედ ის სამსახურია, რომელმაც თამაზაშვილის უწყებიდან გაგზავნილი მტკიცებულებები უნდა შეისწავლოს და ექსპერტიზის დასკვნა დადოს. არაფერი ხსმენიათ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, ბატონო სულხან? რა პოზიციაზე მუშაობს, ის მაინც გითხარით? ბატონო? როგორ არის შესაძლებელი აგზავნის სამხარაულის ბიუროში მასალებს შესამოწმებლად? სულხან თამაზაშვილის დეკლარაციიდან ჩანს, რომ ექსპერტიზის ბიუროში დასაქმებამდე თამარ ნარიმანიძე წლების განმავლობაში უმუშევარი იყო, რასაც დოკუმენტში არსებული ცარიელი გრაფებიც ადასტურებს. უფრო ადრე კი ნარიმანიძე კერძო კომპანიებში იურისტად მუშაობდა. ოფიციალურ დეკლარაციაში კი მისი ახალი სამსახური 2024 წლიდან ფიქსირდება. ამ პერიოდში თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ჩვენ გვინდოდა გაგვექო, ვინ დაასაქმა სახელმწიფო ბიუროში თამაზაშვილის მეუღლე, თუმცა მინისტრმა დუმილი ამჯობინა. ვინ დაასაქმა თქვენი მეუღლე ექსპერტიზის ბიუროში, ბატონო სულხან? არ გესმით, ბატონო სულხან, კითხვა? თამაზაშვილის თანამშრომელია განათლების მინისტრის მეუღლე ნინო მიქანაძე. მიქანაძის დაწინაურებაც მეუღლის გივი მიქანაძის მინისტრად დანიშვნას ემთხვევა. დეკლარაციაში ჩანს, რომ ნინო მიქანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის განყოფილების უფროსად 1 სექტემბერს დანიშნეს. მანამდე მინისტრის მეუღლე სულ რამდენიმე თვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში იყო მრჩევლის პოზიციაზე. უფრო ადრე კი პარლამენტში. ამ შენობაში განათლების მინისტრის მეუღლემ 2019-დან 2024 წლამდე წამყვან სპეციალისტად იმუშავა. პარლამენტში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა 2019, 20, 21, 22, 23, 24 წლებში და 2025 წელს გადაყავთ შესულში. ამ დროს უკვე მისი მეუღლე მინისტრია და ხომ არ დაიხმარა მეუღლე. მეუღლეობა, დეპუტატობის მეუღლეობა პრობლემა ხო არ არის? ჩვენი მეუღლეები, იმიტომ რომ რაღაცა დეპუტატია, რაღაცა მინისტრია და მოადგილე სახში ხო არ უნდა იჯდეთ, დიასახლში ხო არ უნდა, თუმცა აქვს შესაბამისი ცოდნა, კვალიფიკაცია, გამოცდილება. მეუღლების გარეშე ხო დაიწყო პარლამენტში მუშაობა, ხო? აშოში აქვს გავლენა. ანუ ნეპოტიზმი არა, აქ უფლება რომ დემუშაოს მინისტრის მეუღლე. საერთოდ ემთხვევა უბრალოდ მეუღლის დაწინაურებას, მისი დაწინაურებაც. არა, ეს ადამიანი არ არის რომ მაფეჭვიშნი და გიქონდეთ.
დავით მათიკაშვილის მეუღლე ნინო მამულაშვილი სააპელაციო სასამართლოში მუშაობს. ის მოსამართლედ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში განამწესეს 2017 წელს. ამ დროს მისი მეუღლე უკვე დეპუტატი იყო მე-9 მოწვევის პარლამენტში. ბატონო დავით, ქონების მართვის სააგენტოდან სასამართლოში როგორ აღმოჩნდა თქვენი მეუღლე? თქვენ დაეხმარეთ სასამართლოში რომ გზა გაეკვია? იმ დროს, როცა მმართველ ძალას გერმანიის ელჩთან ომი აქვს გამოცხადებული და პიტერ ფიშერს ხან ქვეყნის ამრევად ნათლავს და ხან ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს, ირკვევა რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მეუღლე გერმანიის საელჩოს თანამშრომელია. ეს ნიკოლოზ სამხარაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაციაა. აქ ვკითხულობთ, რომ მისი მეუღლე ხელფას ევროკავშირის წევრი იმ სახელმწიფოსგან იღებს, რომელიც ივანიშვილის გუნდს დიდი ხანია მტრულძალად და რადიკალების მფარველად ყავს გამოცხადებული. თქვენი მეუღლე რამდენი ხანია გერმანიის მე თქვენ არ გეწერებით? დიდი ხანია გერმანიის საელჩოშია დასაქმებული. თქვენი გუნდი მუდმივად თავს ესხმის გერმანიას, ბატონ ელჩს და შედეგებს რო აღიარებთ, მე ყველა კითხვაზე კი პასუხობთ. ერთ წელი ამას გეუბნები. დააღიარეთ შედეგები არჩევნების, მე გიპასუხებ. ჩვენ ორჯერ გქონდა მცდელობა, მოგვესმინა დეპუტატის პოზიცია. ინტერესის საგანს ის წინააღმდეგობა წარმოადგენს, რაც მისი გუნდის რიტორიკასა და რეალობას შორისაა. თუ კი გერმანია ასეთი ცუდია, ხოლო თბილისში არსებული საელჩო მტრულ საქმიანობას ეწევა, რატომ მუშაობს სამხარაძის ოჯახის წევრი ამ უწყებაში? დეპუტატის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე თეონა თევზაძე გერმანიის საელჩოში 2021 წლიდან არის დასაქმებული. პეტერ ფიშერის მის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. დანარჩენთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნიკას გაესაუბროთ. და რამდენი თავსებადია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? ანუ სამხარაძის მეუღლე მუშაობს ფიშერთან გერმანიის საელჩოში. რა სიკვნევთ მითხარით? ბეჟენ, ჩვენ გავარკვიეთ, რომ თქვენი თანაგუნდელის ბატონი ნიკოლოზ სამხარაძის მეუღლე გერმანიის საელჩოშია დასაქმებული და როგორ ხდება თანამ გერმანიას ლანძღავთ, აგინებთ ეს ქართული ოცნება და და დაუსვით კითხვა მე რა ვიცი. თქვენი აზრი მინდა მოვისმინო, როგორ ხდება რომ მე ავხსენი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საქართველოს მოქალაქეა და გაახორციელოს ის, რასაც რაც ეკუთვნის მოქალაქეს. შეუძლია მას სადაც უნდა იქ დაიწყოს მუშაობა. რა პრობლემაა? გერმანია ლამის მტრად გამოაცხადეთ და ამ საელჩოში არემს არ გამოუცხადებია გერმანია მტრად და არემს არ ვაცხადებ მტრად ჩვენ არემს არ ვლაძღავთ. ვის ვლაძღავთ? ამიხსენთ ვის ვლაძღავთ? მაშინ როცა გერმანიის ელჩი ძალიან ხშირად ჩვენ და სამწუხაროდ გასცდება ხოლმე თავის დიპლომატიურ მანდატს, უბრალოდ გვიწევს, რომ რეაგირება გავაკეთოთ და უპასუხოთ იმას, რასაც აკეთებს. თავს გვესხმის ღიად და საჯაროდ, ეგ არის და ეგ. ეს კადრები პარასკევს პარლამენტშია გადაღებული. შალვა პაპუაშვილი ამ დროს ირაკლი კობახიძეს ელოდება. კადრში ჩანს მისი თანაშემწე, თინათინ მგელაძე. მგელაძე დეპუტატ რატი იონათამიშვილის მეუღლეა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა თუ მისი ქმრის შევსებულ დეკლარაციას დავეყრდნობით 2024 წელს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციაზე დაიწყო და 1 წლის შემდეგ პაპუაშვილის თანაშემწე გახდა. ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია როგორ ეგ არა თქვენ საქმე. მეუღლე დაგეხმარათ? ეგ არა თქვენ საქმე. ანუ სანამ მეუღლე დეპუტატი გახდებოდა, მანამდე დასაქმდით თუ შემდეგ? არა, უბრალოდ მეცნიერება თქვენზე. რაზე თიკო? მართლა მეცნიერება უბრალოდ თქვენზე. ანუ მაინტერესებს როდის დაიწყო მუშაობა და თქვენ გაუწევთ თუ არა რეკომენდაცია? თუ რაიმე კითხვა გაქვთ ჩემს მეუღლესთან, შეგიძლიათ გითხოთ და მე ჩემი მეუღლესთვის რეკომენდაცია არსად არასდროს არ გამიწევია, იმიტომ რომ მას ჩემი რეკომენდაცია არ ჭირდება, ისეთი კადრი არის თვითონ და ისეთი გამოცდილება აქვს. რატი იონათამიშვილის მეუღლის გარდა პარლამენტის თანამშრომელია დეპუტატ გიორგი ჩაკვეტაძის მეუღლეც. მარიამ ფიფია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წამყვანი სპეციალისტია. მისი წლიური ანაზღაურება 25,000 ლარზე მეტია. თქვენს ქონებრივ დეკლარაციაში ჩანს, რომ საქართველოს პარლამენტშია დასაქმებული და თქვენ დაასაქმეთ? როგორც უკვე გითხარით, თუ კი წერილობით მომწერთ, აუცილებლად გიპასუხებთ. შეგიძლიათ რომ ჩემს პირად ნომერზე მომწეროთ, გიპასუხებთ აუცილებლად. ანუ მესიჯი გამოგიგზავნოთ და აქ ხართ და არა, არ გეწერებით, უბრალოდ ინფორმაციას მოგაწვით. პრობლემა რომ მიპასუხოთ. თქვენს ტელევიზიას არ ვეწერები, არაერთხელ
თქვენთან არა მაქვს საუბარი, მაგრამ თქვენს ტელევიზიას არ ვეწერები. ბატონო გიორგი, დიახ. სასაცილოდ ჩანს უბრალოდ. არა, რომ სასაცილო როგორ არის? სასაცილო ეხლა მესიჯი გამოგიგზავნოთ არა, ნახეთ, მომწერეთ, მაშინ იმეილზე მომწერეთ. ქართული ოცნების დეპუტატი გვწერს, რომ მის მეუღლეს საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლიანი სტაჟი აქვს. საკანონმდებლო ორგანოში კი კონკურსის წესით 2020 წელს დასაქმებულა, მანამ სანამ ჩაკვეტაძე დეპუტატი გახდებოდა. ეს უკვე ალუდა ღუდუშაურის დეკლარაციაა. მისი მეუღლე ნოტარიუსთა პალატაში მუშაობს. სალომე კაცაძე ნოტარიუსია. ის ამ პოზიციაზე გასული წლის 18 ივნისიდანაა დასაქმებული. მანამდე კაცაძე შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის და შპს კიკის იურისტი იყო. ღუდუშაურმა ამ თემაზე საუბარი შაბათის ეთერთან არ ისურვა. ფინანსთა სამინისტროშია დასაქმებული დეპუტატ ვარლამ ლიპარტელიანის მეუღლე გიული ჭკუასელი. ლიპარტელიანის ცოლი სამინისტროში სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსია. მისი წლიური შემოსავალი თითქმის 65,000 ლარია, რაც თვეში 5,000 ლარს აღემატება. განათლების სამინისტროში მუშაობს ხალხის ძალის წევრის ზურა ქადაგიძის მეუღლე ანა გარსავანიშვილი. თქვენი დეკლარაცია წავიკითხე და ჩანს, რომ მეუღლე სახელმწიფო უწყებაშია დასაქმებული. თქვენ დაასაქმეთ? თქვენ დაეხმარეთ ქალბატონ ანას? რა საქმიანობს ის განათლების სამინისტროში? რა პოზიციაზეა დასაქმებული? განათლების სამინისტროში ანა მუშაობს წლებია უკვე. შედარებით ახალი საჯარო მოხელეა ლადო ბოჟაძის მეუღლე. ის აფხაზეთის მთავრობაში სულ რაღაც 3 თვის წინ დასაქმდა. დეპუტატი გვარწმუნებს, რომ ნეპოტიზმი არაფერ შუაშია, რადგან სოფიო კაპანაძემ კონკურსი გაიარა და ასე დაიკავა სპეციალისტის პოზიცია. აფხაზეთის მთავრობაში ერთი სამსახურში. როდის დაინიშნა? როდის დასაქმდა? კონკურსით და სადღაც გონი 3 თუ 4 თვის წინ. და რა თანამდებობაზე მუშაობს? მთავარი სპეციალისტი. მანამდე სად მუშაობდა თქვენ? მანამდე სახლში იყო დიდა შვილის. მანამდე მუშაობდა, მე შვილების 4 შვილი ყავს, მოგეხსენებოდა შვილების გამო დროებით არ მუშაობდა და ახლა გამოცხადა კონკურსი, მიიღო მონაწილეობა, ჩააბარა შესაბამისი გამოცდები და აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და მთავარი სპეციალისტი. როგორ ხვდებიან მმართველი პარტიის ლიდერების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არის სურვა გიორგი სოსიაშვილმა. რომელ წელს დაიწყო მუშაობა მერიაში? აი სკოლის საქმის მწარმოებელი მერიის თანამშრომელი როგორ გახდა ბატონო გიორგი? დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მარინე სოსიაშვილი ახლა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში პროექტების მართვის უმცროს სპეციალისტადაა გაფორმებული. იქვე ჩანს მისი კიდევ ერთი სამუშაო ადგილი. ეს სოფელ დიცის საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებლის პოზიცია. უცნობია დღემდე ორივე სამსახურში მუშაობს თუ დეკლარაციაშია ხარვესი. და სანამ მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მმართველი ელიტის ოჯახის წევრები სახელმწიფო უწყებებში თანამდებობებს ინაწილებენ. ნეპოტიზმის, კორუფციის და გამდიდრების მასშტაბებს სწორედ ეს ოფიციალური მონაცემები ადასტურებს. 89 დეპუტატიდან 33 არის ოფიციალური დეკლარირებული მილიონერი, 14 მინისტრიდან 7 მათგანი არის ოფიციალური მილიონერი, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სააგენტოების ხელმძღვანელები მათ შორის ხო, უამრავი ათეულობით მათგანი არის ოფიციალური დეკლარირებული მილიონერი. ამავდროულად თვითონვე იზრდიან საკუთარ ხელფასებზე, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო 2 წელიწადში გაისამმაგეს ხელფასები და დეპუტატების ხელფასი 13,000 ლარამდე გახდა, თავად კობახიძის 16,000 ლარი გახდა. გასამმაგებული ხელფასების გარდა ხალხის ფულით ჩინოვნიკები იღებენ პრემია დანამატებსაც და ამასაც ადასტურებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები. ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა ბოლო წლებში 3 მილიარდ 300 მილიონი დახარჯეს მხოლოდ და მხოლოდ პრემია დანამატებში. მხოლოდ ამ მიმართულებით. ხელფასის გარდა და დანარჩენი პრივილეგიების გარდა. და ამავდროულად იზრდება სოციალური შემწეობის მიღებთა რაოდენობა. და თქვენ რო ნახოთ ოფიციალური საქსტატის მონაცემები, 2012 წლის შემდეგ ზუსტად 41%-ით არის გაზრდილი შემწეობის მიღებთა რაოდენობა. და აი ახლა უკვე ბოლო მონაცემით, აი რაღაც ამ თვის მონაცემით, წინა თვის მონაცემით არის 700,000-მდე ადამიანის შემწეობის მიმღები.
პარადოქსია, მაგრამ ქვეყანაში, სადაც სიღარიბე იზრდება და ადამიანები სოციალური შემწეობის იმედზე არიან, მმართველი გუნდის წევრები საკუთარი ოჯახების უზრუნველყოფას სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ახერხებენ.